ეროვნული ბიბლიოთეკის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკვე თქვენთვის კარგად ნაცნობი პროექტი რადიო ბიბლიოთეკა მოგესალმებათ და რა თქმა უნდა ეთნოლოგიური ამბებით გიბრუნდებით და მინდა გავაგრძელოთ თემა, რომელიც წინა ვიდეოში ნახეთ. საუბარი არის ჩვენს დედაქალაქ თბილისზე, რომელზე საუბარიც რა თქმა უნდა დაუსრულებელია და ამოუწურავი. ამჯერად სანამ სიღრმეებში შევალთ და თბილისის ეთნოგრაფიაზე ვილაპარაკებთ, მის ყოფაზე, მის მრავალფეროვნებაზე და ასე შემდეგ, უნდა ვილაპარაკოთ თბილისის ინფრასტრუქტურულ გზაზე, ანუ თბილისის მშენებლობაზე, განაშენიანების ეტაპებზე, რომელსაც წინასწარვე მოგახსენებთ, რომ რამდენიმე გადაცემად ჩავწერთ და ეს ერთ-ერთი შესავალია. თბილისის გარემომ, მისმა ტერიტორიულმა განაწილებამ, მისმა ლანდშაფტმა განაპირობა სწორედ დასახლების ის ტიპი, რაც ისტორიულად თბილისში არსებობდა. სხვადასხვა მონაცემებით თბილისი მინიმუმ 18 ჯერ აშენებულა თითქმის ხელახლა. ეს რასაკვირველია, კარგი ყოფის ამბავი არ იყო და კარგი ცხოვრების შედეგი. რეალურად ეს იყო მტრის შემოსევების, გამუდმებული ჟამიანობის და სხვა რთული მოვლენების გამო, რაც გულისხმობდა შენობა-ნაგებობების ახლანაშენებას და ქალაქის მოშენებას. პირველ რიგში რასაკვირველია, ასე ჯიუტად რატომ ცდილობდნენ ამ ტერიტორიაზე ქალაქის განახლებას, ყოველთვის ჩვენი წინაპრები თუ აქ მათ ცხოვრებელი სხვა ეთნიკური ჯგუფები. სწორედ იმიტომ, რომ მისი ტერიტორიული მნიშვნელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ კავკასიისთვის, მახლობელი აღმოსავლეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისათვის. მისი ლანდშაფტი იმგვარი იყო, რომ გარკვეულ წილად თავდაცვით ზღუდეებს ადვილად ეგუებოდა. თბილისი სხვადასხვა პერიოდში საუკუნეთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, სახესაც იცვლიდა, ფართოვდებოდა შეუქცევადად და ხშირ შემთხვევაში ის იერთებდა მის მიმდებარე ტერიტორიებს ციტადელების გარდა, რომელმიც კარგად ვიცით, ნარიყალას სახით, მთავარი ციხესიმაგრეების სახით, რომელიც ასევე იყო მტკვრის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. მაგალითად, მარჯვენა მხარეს მტკვრისა ყველამ კარგად ვიცით, მთავარი ციხე ნარიყალას სახით, მაგრამ მარცხნივ იყო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ისნის ციხე. ძალიან ცნობილ ამბავს გეტყვით, ჯალალედინმა საქართველოში და კონკრეტულად გარნისის ბრძოლის მოგების შემდეგ ილაშქრა თბილისში, დიდი ხნის მანძილზე მარცხენა სანაპიროს ვერ იღებდა და ისნის ციხეს ვერ იკავებდა. ანუ ამ პატარა ტერიტორიაზე იმგვარად იყო მოწყობილი ქალაქის სტრატეგიული თავდაცვა, რომ ხშირ შემთხვევაში უჭირდათ ახლო-მახლოს მდებარე ციხეების აღება. მაგრამ საბოლოოდ ეს სხვა ისტორიის ნაწილია და ისნის ციხეც დაეცა. თუმცა ახლა მე მინდა გესაუბროთ შემდგომ პერიოდზე და განსაკუთრებით იმ პერიოდზე, რომელიც განეკუთვნება მე-18 საუკუნეს. მე-18 საუკუნე არის ის პერიოდი, როდესაც გარკვეულ წილად აღმშენებლობა მოყვა თბილისს, ერეკლეს დროს განსაკუთრებით. და ჩვენ ვიცით, რომ აქ არსებობდა ძალიან კარგად გაშენებული ბაღები, საუფლისწულო ბაღები, რომელიც მტკვრის მარჯვენა მხარეს იყო განსაკუთრებით. ძალიან ბევრი ევროპელი მოგზაური ასახელებს, რომ აქ არსებობდა ასევე სტამბა, მუზეუმები, არსებობდა მეფის სასახლე, ერეკლე მეორის სასახლე და ძალიან კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურული სივრცე. პატარა გარემოში, თუმცა კარგად განვითარებული. რაც რასაკვირველია, ყველასათვის ცნობილმა მოვლენებმა, აღა მაჰმად-ხანის შემოსევას გულისხმობ, მირწმინდად მოარბია და ძალიან ბევრი ისტორიული შენობა დაანგრია და მე-19 საუკუნის ქალაქი მიადგა ნახევრად გავერანებული. რეალურად თბილისი იმ ხანადაც ფეოდალურ ქალაქს წარმოადგენდა, თავისი დასაცხოვრებელი ნაგებობების ტიპით. ქალაქს ერტყა ქვითკირის იცავდა ქვითკირის კედელი, რომელიც გამოდიოდა ნარიყალადან სოლოლაკამდე ჩამოდიოდა და მერე დღევანდელი პუშკინის დაღმართით ეშვებოდა და უერთდებოდა მტკვარს. თბილისს რამდენიმე კარი ჰქონდა, თავისი გასასვლელებით, აღმოსავლეთის კარი, დასავლეთის დიღმისა და უფრო სამხრეთის კოჯრის კარი და სამხრეთ ნაწილშიც და დასავლეთ ნაწილშიც საკმაოდ მძლავრი დაცვის სისტემები არსებობდა, თუმცა მაინც მიუხედავად ამისა, თბილისი ხშირად და უცვლელი რჩებოდა ხოლმე გარკვეული მიზეზების გამო, რაც პოლიტიკური ისტორიის ნაწილია და ამაზე თქვენ დროს არ წავიღებ. უფრო სწორად მე მინდა რომ ის საკითხი გითხრათ, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისისთვის, მაშინდელი თბილისისთვის თავისუფლების მოედანი, სოლოლაკი, დღევანდელი რუსთაველის გამზირი
მთლიანად გარეუბნის ზონას წარმოადგენდა და იმ კედლის გარე სივრცე იყო, რომელიც კედელიც ქალაქს იცავდა. 1803 წლის აღწერით თბილისში 20,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა მეფის რუსეთის დამყარებამ და რუსეთის იმპერიის შემოსვლამ, მაშინ როდესაც რუსეთის იმპერიამ სამხრეთით საკმაოდ გაიმაგრა პროცესები და გაიმაგრა პოლიტიკური სტატუსი, ირანთან დაპირისპირების თუ სხვა საჭირო გახდა თბილისში დამატებითი ძალების შემოყვანა. სამხედრო ძალებს გულისხმობ, რაც ცოტა მოგვიანებით სამხედრო დასახლებებს გულისხმობდა თავისი ოჯახებით და ასე შემდეგ, რაც ერთის მხრივ მოსახლეობის მომრავლება განაპირობა, ხოლო მეორეს მხრივ ქალაქის განვითარება და განაშენიანების გაზრდა, ტერიტორიების შემოერთება. ჯერ კიდევ 1820 წლისათვის კუკია, ჩუღურეთი იყო სოფლები, საგარეუბნო სოფლები. 23 წლის გადაწყვეტილებით ისინი თბილისში შემოერთდა, მაგრამ მაინც სასოფლო დასახლებად იქცა. მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში თბილისში ძირითადად არსებობდა ბანიანი, მიწურბანიანი სახლები, რომლებიც აი ჩვენ რელიეფს რომ წარმოვიდგენთ, ტერასულად იყო შეფენილი. ერთი სახლის სახურავი მეორე სახლის ეზო იყო და ასე შემდეგ. ერთმანეთზე მიჯრით მიბმული სახლები და ძალიან მჭიდრო დასახლება. იმიტომ რომ თვითონ თბილისი პატარა სივრცე იყო და ამ მცირე ტერიტორიაზე მაქსიმალური სიმჭიდროვით ცხოვრობდა ხალხი, რათა თავდაცვის ზღუდეები ყოფილიყო განპირობებული. კედლის გარეთ კი გარე სივრცეზე არსებობდა სხვადასხვა სოფლები, მცირე დასახლებები, ასე ვთქვათ, რომელზეც დაწვრილებით შემდეგ გადაცემებში გიებობ, თუმცა ეხლა უნდა ვთქვათ ის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო 1846 წლის ჩანაწერი, სადაც ერთი წლის განმავლობაში 40 ქვის სახლი აშენებულა. როდესაც რუსეთის მეფის ნაცვალი შემოდის და ვთქვათ, აქ ქალაქის განვითარებაზე ზრუნავს, ისინი ცდილობენ, რომ კედლის გარეთ, ანუ ძველი თბილისის გარეთ, ახალ სივრცეებში ააშენონ თავიანთი საცხოვრებელი ნაგებობებიც და ასევე საუწყებო დაწესებულებები. ისეთი როგორიც მეფის ნაცვლის სასახლე იყო, დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს გულისხმობ და ისევე როგორც სხვა ტიპის დასახლებები იყო, თუნდაც სამხედრო ჩასახლებების მიხედვით. რეალურად ვერა და განსაკუთრებით ვაკე ძალიან დიდხანს თბილისის ისტორიაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე წარმოადგენდა საგარეუბნო ზოგიერთ მცირე დასახლების სოფელს, ხოლო საერთო ჯამში ვაკის დიდი ნაწილი დღევანდელი წარმოდგენით იყო რეალურად გაყე და ასე ვთქვათ დაუსახლებელი სივრცე. მე კიდევ ერთ ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, აი დღევანდელი სოლოლაკის ტერიტორია, ანუ სოლოლაკის ბაღები, საგარეუბნო ბაღებად იყო წოდებული. მაგრამ ორბელიანის მოედანი და ორბელიანის ტერიტორია, სადაც ალექსანდრეს ბაღი არის, მის ნაწილზე იყო ყაბაღი. ეს იყო სათამაშო სივრცე, ქალაქელების თავშესაქცევი, რაზეც იოსებ გრიშაშვილი თავის ლიტერატურულ ბოჰემაში კარგად აღნიშნავს, რომ 1823 წელს ყაბაღი მოუშლიათ და იქ უკვე 1859 წელს ბაღი გაუკეთებიათ, რომელსაც იმპერატორის საპატივცემოთ ალექსანდრეს ბაღი უწოდეს. ეს ალექსანდრეს ბაღი ორ ნაწილად იყოფოდა. სანამ ბაღებზე და სკვერებზე დაწვრილებით გიამბობთ, იქ საინტერესო ამბავია ერთი, იქ ყოფილა თბილისის გარეთ მცხოვრები მოსახლეობის სასაფლაო და ეს სასაფლაოც ამ ბაღის მშენებლობას შესწირვია. მოკლედ, თბილისზე ბევრი საინტერესო ამბავია, დაუსრულებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე და ძალიან საინტერესო ამბებსაც. იმედი მაქვს, რომ თქვენ გამოგვეხმაურებით ჩვენი YouTube არხის მეშვეობით, Facebook-ის მეშვეობით, მოგწერთ თქვენთვის საინტერესო თემებს და ამ თემებსაც გავშლით დიდი სიამოვნებით.